თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება გამორჩეული ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. Bătănul ministru, პატიცემულო ბატონო რექტორო, საქართველოს პარლამენტის წევრებო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, ძვირფასო მეცნიერებო, პროფესორ-მასწავლებლებო, პატიცემულო სტუმრებო, ძვირფასო სტუდენტებო, ქალბატონებო და ბატონებო. გულითადად მოგესალმებით და მადლობას გიხდით ჩვენი მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ დედა უნივერსიტეტის კედლებში თქვენთან შეხვედრა. ჩვენი ერის ისტორია გამოარჩევს ისეთ პიროვნებათა, ისეთი ერის კაცების ღვაწლს, რომლებიც თავიანთი თავდაბალი ცხოვრებით, გარჯით, ყოველდღიურად ამოწმებდნენ ჭეშმარიტ სიყვარულს, უფლის, სამშობლოს და მოყვასისადმი. სწორედ ასეთი გამორჩეული პიროვნება გახლდათ დიდი ივანე ჯავახიშვილი, რომლის დაბადებიდან 150 წლისთან დაკავშირებითაც შევიკრიბეთ. დღეს ჩვენ ვიხსენებთ არაუბრალოდ დიდ მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს, არამედ ადამიანს, რომელმაც ჩვენს ერს, მის მომავალ თაობას გაუყვალა ცოდნისკენ მიმავალი გზა. ივანე ჯავახიშვილი არ არის მხოლოდ რიგითი სახელი ჩვენს სასიხადულო მამულიშვილთა შორის. ის არის ცოდნასა და საქმის სიყვარულზე დაფუძნებული ჭეშმარიტად თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების ხატება, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელმაც თავისი თავმდაბალი, დაუღალავი, შეუპოვარი შრომით ცოდნას მისცა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, მეცნიერებას კი ეროვნული მისია. განუზომელია მისი ღვაწლი ქართველი ერის ისტორიის შესწავლაში, ენის, სამართლის, კულტურის ცოდნაში. მან ქართული ისტორიოგრაფია ახალ სიმაღლეზე აიყვანა და ქართველობას აჩვენა თავისი რეალური სახე მთელი სიღრმით და ღირსებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ივანე ჯავახიშვილმა ქართველ ერს გააცნო თავისი თავი. და განცვიფრებას იწვევს მართლაც მისი მოღვაწეობის მასშტაბი და მისი გონების მასშტაბი. სიყვარულის გარეშე არ გაკეთდება არასდროს დიდი საქმე. გულცივი, გულგრილი ადამიანი ვერ გააკეთებს ვერასდროს დიდ საქმეს, ამბობდა იგი. უნებრივია, ასე დროს არ შეიძლება არ გაგახსენდეს მოციქულის სიტყვებიც, რომ სიყვარულის გარეშე ვერანაირი ცოდნა, ვერანაირ საიდუმლოთა ამოხსნის უნარი ვერ არგებს ადამიანს. სწორედ ამ სიყვარულმა შეაძლებინა ივანე ჯავახიშვილს თანამოაზრეებთან ერთად დაეარსებინა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი. 1918 წელს, როდესაც ქვეყანა ისტორიულ ქართლში იმყოფებოდა, უნივერსიტეტის დაფუძნება იყო არა მხოლოდ ნაბიჯი განათლების განვითარების მიმართულებით, არამედ ეს იყო ეროვნული ნების მანიფესტი, თავისუფლების აქტი, ცოცხალი გამოხატულება იმისა, რომ ერი, რომელსაც სწამს, სწავლობს, შრომობს, ქმნის, არ უწერია გაქრობა და განადგურება. მაშინ, როდესაც საქართველოს ეკლესიის ფუნქცია ფრიად შეზღუდული იყო, უნივერსიტეტმა იტვირთა ასევე ჩვენი სულიერი ღირებულებების გადარჩენის საქმეც.
ამიტომაა რომ უნივერსიტეტი იქცა საბოლოოდ ყველასთვის ჩვენთვის თავისუფლების, ცოდნის ზეიმის, მომავლის შენების, სოფხედველობრივი აზროვნების ჩამოყალიბების სიმბოლოდ. დიდია ივანე ჯავახიშვილის დამსახურება, ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეშიც. მან არაერთხელ მიიღო მხურვალე მონაწილეობა და თავისი ჩვეული პრინციპულობით, დიდი ცოდნით, თავმდაბლობით, პატრიოტიზმით დაუღალავად იყო ჩართული იმჟამინდელ პროცესებში. და დღეს, როცა მისი დაბადებიდან 150 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავთ, ივანე ჯავახიშვილის ფასდაუდებელი ღვაწლი, პიროვნული უბრალოება და თავგანწირვა ერთი მხრივ საოცარ სიამაყის განცდას გვანიჭებს, მეორე მხრივ კი გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, რომ არ დავკარგოთ და მოუფრთხილდეთ იმას, რაც დიდმა მეცნიერმა გვიან ერთსა და ვიყოთ ღირსეული გამგზელებლები ამ გზის, რომელსაც მან საფუძველი ჩაუყარა. ყოველ განათლებულ ეროვნებისათვის, რომელსაც თვით შემეცნება მოეპოვება, აუცილებლად საჭიროა იცოდეს თავისი წარსული საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორია. ამბობდა იგი, რადგან ერი ცოცხალია მაშინ, როცა იცის თავისი ისტორია და აწმწყოში შრომით, ლოცვითა და სწავლით ქმნის თავის მომავალს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. კიდევ ერთხელ მინისტრს კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს მდივანი ვლადიმერ პაპავა და საქართველოს რექტორთა კონფერენციის თავმჯდომარე, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე. ღონისძიების მონაწილეებმა ივანე ჯავახიშვილის ღვაწლზე ისაუბრეს. სამეცნიერო კონფერენციას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, სხვა სასულიერო პირები, პარლამენტის წევრები, მეცნიერები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება სახელწოდებით ივანე ჯავახიშვილი. დღეს აღინიშნება დიდი ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილე. ამ ადამიანმა უდიდესი ისტორიული კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც ფუნდამენტი ჩაუყარა და შექმნა პირველი ქართული უნივერსიტეტი, რითიც დასაბამი მისცა როგორც საგანმანათლებლო კერის, ასევე სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას საქართველოში. მართლაც დაუფასებელია ის ღვაწლი, რომელიც ივანე ჯავახიშვილთან არის დაკავშირებული მის უდიდეს მოღვაწეობასთან საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და დღეს და მთელი კვირის განმავლობაში და შემდგომში უკვე მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება ამ იუბილეს აღნიშვნა. ამ იუბილეს აღნიშვნაში ჩართული არის არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არამედ საქართველოში მოქმედი ყველა უნივერსიტეტები, სადაც ივანე ჯავახიშვილისადმი მიწვდილი სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონფერენცია ტარდება. დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იხსნება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებები. მინდა საგანგებოდ აღვნიშნო, რომ ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ცნობილი ქართველი მოქანდაკის ბიძინა ავალიშვილის მიერ შესრულებული ივანე ჯავახიშვილის ბიუსტი და ასევე საგანგებოდ მინდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში მთელი კვირის მანძილზე 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები და ეს არის ერთგვარად ვალის მოხდა იმ
დიდი ღვაწლის მიმართ, რაც ივანე ჯავახიშვილს აქვს გაწეული საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს არის უდიდესი დღე, მე ვიტყოდი, საყოველთაო ზეიმია თითოეული ქართველის ჩვენი სათაყვანებელი მამულიშვილის, დიდი ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილე, ადამიანის, რომელიც გახდათ არა მხოლოდ ქართული ისტორიოგრაფიის პატრიარქი, არამედ აი ამ თეთრი ტაძრის დედა უნივერსიტეტის დამაარსებელი და ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების მესაჭი, თუ შეიძლება ასე ითქვას. და მან როგორც ნიკო ბერძენიშვილი ამბობდა, აი ყამირი გადახანა ქართულ ისტორიოგრაფიაში და ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ მის მიერ დაარსებულ დედა უნივერსიტეტში აღინიშნება მისი საიუბილეო ღონისძიება, საიუბილეო წლისთავი და მარადიული დიდება მის სულს, ადამიანის სულს, რომელმაც საოცარი რამ შექმნა ქართულ ისტორიაში, ჩვენ საზოგადოების ისტორიაში და ის დარჩება როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი. ქართველი, რომელიც თანამდებობის სულივით გაყვება როგორც დიდი ილია ჩვენს ხალხს, ჩვენს ერს. ივანე ჯავახიშვილი არა უბრალოდ ისტორიული პიროვნებაა, ის ბევრად უფრო დიდია, ვიდრე შეიძლება აღიწეროს მისი საქმიანობა, მისი დანატოვარი. ის არის არა მარტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, არამედ მან შექმნა საქართველოში აკადემიური სივრცე. მან საფუძველი ჩაუყარა ინსტიტუციურად მეცნიერებას. ის ვერ მოესწრო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაფუძნებას, მაგრამ ისიც ხო უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა. ასე რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც მეცნიერებას შეუწყო ხელი და იმავდროულად ეს მეცნიერება დააყენა პატრიოტულ ეროვნულ ნიადაგზე. ეს ძალიან დიდი დამსახურებაა მისი. და კიდევ ერთი რამე, დღეს ჩვენ ვნახეთ შესანიშნავი ფილმი, სადაც ყველამ დავინახეთ, რომ დიდი ივანე იყო ჩვეულებრივი ადამიანი, ავადმყოფობებით, სირთულეებით, როგორ განიცდიდა შეურაცხყოფას და რა მთავარია, როგორ უყვარდა და როგორ იყო შეყვარებული და როგორ იყო საყვარელი ადამიანი. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი უნივერსიტეტის და არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დიდი ივანე ჯავახიშვილი 150 წლის გახდა. მისი სახელი დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნივერსიტეტთან, მაგრამ ამავე დროს იმ ცოდნის, სწავლის უწყვეტობასთან, რომელიც ტრადიცია ჩვენ მრავალი საუკუნეების მანძილზე ჰქონდა და მან შეძლო, რომ მე-20 საუკუნეში ფრთები შეესხა ყველა ქართველის ოცნებისათვის. ივანე ჯავახიშვილი შეიძლება ვთქვათ, რომ არის სულიერი მემკვიდრე დიდი ილიასი, მისი ოცნებების განმახორციელებელი და მან ეს შეძლო უმაღლეს მეცნიერულ, ორგანიზატორულ და საქართველოს სიყვარულით გაჟღენთილი გრძნობით. თავი მოუყარა თელს იმდროინდელ ევროპაში გაფანტულ ქართველ მეცნიერებს, ჩამოიყვანა ყველა მამულიშვილური გრძნობით აღანთო და შექმნა ის, რომლის კვალიც ჩვენ ვიცით და ვის მხრებზეც ახლა ჩვენ დგავართ. მე მინდა ჩვენს უნივერსიტეტს მიულოცო დიდი ივანეს 150 წლის იუბილე და დიდი სურვილი გამოთქვა, რომ ღირსეულად გაგრძელდება ეს დიდი ტრადიცია. კონფერენციის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტი შიო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მდებარე ივანე ჯავახიშვილის საფლავზე იმყოფებოდა და კიდევ ერთხელ პატივი მიაგო გამორჩეული მეცნიერის ხსოვნას. აღსანიშნავია, რომ დღეს სამეცნიერო კონფერენციის დაწყებამდე ივანე ჯავახიშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა. ღვთისმსახურება წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა მიქაელ წურწუმიამ აღასრულა. დღესვე უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ივანე ჯავახიშვილის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა. გილოცავთ დღევანდელ დღეს ყველას, ყველა უნივერსიტეტელს, ყველა ქართველს, ჩვენი დიდი მამულიშვილის და დიდი მეცნიერის ბატონი ივანეს დაბადებასთან დაკავშირებით, მის მოღვაწეობას მოგეხსენებათ მრავალმხრივი უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ერისთვის. ის არის ჩვენი მეცნიერების მამა, რომელმაც თავისი ღვაწლით სხვა მამულიშვილებთან ერთად დააარსა ცოდნის ტაძარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სიმბოლურია, რომ ეს მოხდა წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, როდესაც ჩვენ ზეიმობთ ჩვენი დიდი მეფის ხსენებას, ვინც გახდა
ამავე დროს ჩვენი დიდი სულიერებისა და მეცნიერების კერის დამფუძნებელი გელათის აკადემიის სახით. აი ეს განახლდა ფაქტობრივად მრავალი საუკუნის შემდგომ ჩვენს სამშობლოში და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ერის სულიერი და ღირებულებითი მენტალობის გამომხატველია სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მისი პროფესორ-მასწავლებლები, ის დიდი მამულიშვილები, რომლებიც იღწვოდნენ ამ უნივერსიტეტში ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ასე რომ მოგილოცავთ ყველას მრავალს დაესწარით. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა. წარმოდგენილი იყო ივანე ჯავახიშვილის მემორიალური ნივთები, ხელნაწერები, წიგნები, ფოტოები და ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმშია დაცული. ასევე გამოიფინა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული მასალები.